ჩემი სიმღერა პირველი. უკონდა დავიწყო. კი, წავიდა. ფეხის შუაში რა არის? კოჭი სახსარი. შუაშია კოჭი? რა? ავთანდი, ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ გიორგი ბრწყინვალეს დედას რა ერქვა? დათელა. აპლოდისმენტები! ის აქვს ყველა ადამიანს, თან ორიც არის. ყველას ორია. ორი აქვს ყველას. ლოკა. კი. ეგ არის. ეგ არის. ძალიან ჭიერი აღმოჩნდა. ვიდი მარიკა, ვტოვებ მარტო. ნუ არა, ეს შენი გადაცემა. მაგრამ ნუ არ დათმეს, არც ერთი ქულა არ დათმეს. მოგესალმებით, ეს არის ყველაზე საბავშვო, ყველაზე გასართობი, ყველაზე ლოგიკური და ამავდროულად ყველაზე ალოგიკური შოუ მთელი ოჯახისთვის ეკივოკი. და ესე ჟრიამულით შევხვდეთ დღევანდელი ეკივოკის სტუმრებს. ერთ გუნდში ნინო ჩხეიძე მეგობართან ერთად აპლოდისმენტები. და მეორე გუნდში ავთანდილი მეგობართან ერთად აპლოდისმენტები მათაც. მოგონებო როგორ ახლა არაჩვეულებრივად გამოიყურებით. იმედი მაქვს რომ დღეს მაინც მოვიგებ. ეს რას ნიშნავს გამაგებინიანი? არც ერთხელ არ მომიგია ეს შენ ამდენჯერ იყავი ეკიოკში და მე არ მახსოვდა რომ არც ერთხელ. წაგებული ვარ და მით რომ დღეს მოვიგე. რას ავთანდი გესმის რა შეასახმე. ხო არა, მე არ ვიცი რას. მაგრამ დათმობას ადგილი არ იქნება, ხო არავით არის დათმობა. არავით არ ხოვე და არა, იმიტომ რომ ერთი მოგება მაქვს, ერთი წაგება. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობა ქონდა მოსყიდვის ჩემი კაბაცია. ახლა გავიცოთ მეგობარი. მარიკა არის ჩემი მენეჯერი და მეგობარი. კი, მეგობარი. აპლოდისმენტები. და ავთანდი ზურაბერ ჩემ ბავშვს მეგობარი, ჩვენ ვართ ერთ დღეს დაბადებული, ერთ წელს. ვაუ. დაბადებული ერთ ბაღში ვიყავით და ერთ კლასში და ერთ სკოლაში ვსწავლობდი და ეხლა ერთად ვმუშაობთ. აპლოდისმენტები. ტრადიციული კითხვა უნდა გადავისვათ 4-ვეს. ნინოსთვის დასმული მაქვს ეს კითხვა, მაგრამ ხომ არ დახვეწე ბავშვურ ლოგიკასთან ესე ურთიერთობა? იცი რა არის, რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი. რომ აი რა არის გასაღები ბავშვური ლოგიკის და ვერაფერი ვერ გავიგე მაინც. აი ძალიან უცნაურია. მოკლედ აი ესე ვერც გასწავლის ამას ვერავინ ვერც ვესად ვერც აი გასაღები საიდან მოუარო ვერაფრით ვერ ამოვხსენი და აი დღესაც ბედის ამარა ვარ მოსული. თქვენს გუნდში მეგობრებო ბიჭებო ერთხელ მოვიგე ეს პროექტი, ერთხელ წავაგე. მოდით გავამხნევოთ ჩემი სტუმრები 4-ვე და მე გეტყვით ჩემო მეგობრებო რომ მიუხედავად იმისა რომელი გუნდი გაიმარჯვებს დღეს 4-ვე თქვენთანგანი დასაჩუქრებული წავა ეკიოკიდან. კომპანია ტენტორიუმის საჩუქრად გადმოგცემთ ფასდაკლების ბარათს ფუტკრის პროდუქტებზე, რომლებსაც გააჩნიათ იმუნიტეტის ასამაღლებელი და ვირუსებისაგან დამცავი უნიკალური თვისებები. ტენტორიუმის მაღაზიები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და ბათუმში. დამატებით ინფორმაცია კი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე tentorium.g. და რაც თავარია, გამარჯვებული გუნდის ორივე წევრს კურორტის საირმე საჩუქრად გადასცემს 2 კაციან სასაჩუქრე ვაუჩერს. კურორტის საირმე საახალწლო დღეებში გთავაზობთ შოუ პროგრამას და დიდ ფასდაკლებას. სამკურნალო, მინერალური და თერმული წყაროები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, სასიამოვნო გარემოა თქვენი დასვენებისთვის. და რა თქმა უნდა, გამარჯვებულს ჩვენი საყოველთაო მეგობრული აღიარება და ეკივოკის თასი გადაეცემა. ასე რომ ბრძოლა ნამდვილად ღირს დამიჯერა. მოდი გავამხნევოთ ჩვენი მონაწილეები და დავიწყოთ პირველი ტურით. პირველი ტურის წესებს კი მე გაგაცნობ. პირველ ტურში ჩვენ გვაქვს 4 სხვადასხვა სიტყვა გამოსაცნობი, სადაც თითოეულს აქვს 3 განმარტება. რთული, საშუალო და მარტივი განმარტება. თუ რთულ განმარტებას ჩვენ გამოვიცნობთ, მივიღებთ 10 ქულას. თუ ვერ გამოვიცნობთ, სულ გადავა მოწინააღმდეგე გუნდთან და მას საშუალება ექნება, რომ მოიპოვოს 5 ქულა საშუალო სირთულის განმარტებით. ხოლო ამასაც თუ ვერ გაართმევთ თავს, სულ ისევ დაუბრუნდება დამწყებ გუნდს, ამ შემთხვევაში 1 ქულის მოპოვების შანსი გექნებათ და მარტივ განმარტებას მოусმენთ. რახან ნინოს უფრო დიდი გამოცდილება აქვს ეკივოში თამაშის, მოდი ბიჭების გუნდით დავიწყოთ, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნება. ვუსმენთ მაქსიმენ ავგუსტი მაზანაშვილს, რომელიც აგვიხსნის პირველ სიტყვას და თუ თქვენ ამ რთულ განმარტებას თავს გაართმევთ, მეგობრებო, 10 ქულასაც მოიპოვებთ შეშტაბამს. ის არის გრძელი. მას ამაგრებენ მანქანაზე, ოღონდ მანქანას ის არ სჭირდება. აჰა. ის არის გრძელი. მას ამაგრებენ მანქანაზე, თუმცა მანქანას ეს არაფერში აიჭირდება. ზემოთ რომ ამაგრებენ? შევამურები? არა, ანუ ხოსა. აბა რა არის ის, რასაც ვამაგრებთ მანქანაზე, თუმცა ეს მანქანას არაფერში არ ჭირდება. რას ვამაგრებთ? ნუ აი არ ვიცი.
გასვამაგრებთ. გრძელსთან. პრინციპს. ხო, ნუ ეგ მისაბმელს ერთი, ერთი. მისაბმელი ერთი, ან რატო აქ გრძელი? ვამაგრებთ ხო, საბარგულზე თხილამურების საბარგულს, ხო? თუ რა ქვია მაგას არა, სწორად? მისაბმელი. არა. არა. ერთ-ერთი ვერსია უნდა დავაფიქსირო. თხილამური. თხილამური? მივიღეთ ჩვენ ეს პასუხი. 10 ქულა თქვენ ეს არის თხილამურები, ჩემო მეგობრებო. ახლა ჯერი თქვენზე და თქვენ გაქვთ შანსი 10 ქულა მოიპოვოთ. ამისათვის უნდა მოვუსმინოთ გიო ალიაიძეს და გამოვიცნოთ რა სიტყვას გვიხსნის გიო. იზრდება მიწაში. ის უნდა გაფრცხნა და მერე უნდა შეჭამო. ის უხდება ძალიან ბევრ რამეს, თან ძალიან გემრიელი. აბა რა? მარიკა იყოს არის თავის მარიკა ხაზზე. რა? განიხილეთ ეს იქნება ყველაფერი რამეს ხახი უფრო უხდება. არა, ძალიან გემრიელია ხახვი, ძალიან გემრიელი ბავშვისთვის კარტოფილია. კაი, არა? დამეხმარეთ ცოტა ლოგიკაში. ხო რა, არ მგონია რომ ბავშვს ხახვი ხახვი არა, კარტოფილი. არა, იცი. კარტოფილი. ბევრ რამეს რო უხდება კარტოფილი ბევრ ყველა ხო, ესე გითხრა აშკარად ბევრ რამეს უხდება. მოკლედ მივიღოთ კარტოფილი. გემრიელი, ძალიან კარგი. ამ მოხარშული, შემწვარი, ფრი, ასეთი, ისეთი მექსიკური. 10 ქულა გოგონებს, იმიტომ რომ ეს არის კარტოფილი. ოჩაკ, ორივე გუნდმა რთულ განმარტებას გაართვა. თავი ახლა ისევ ბიჭების ჯერია. ავთანდილ გუსმენთ ანდრია ჯაფარიძეს, ის აგვიხსნის შემდეგ სიტყვას და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ეს სიტყვა. ერთ მხარეს არის წვეტიანი, მეორე მხარეს არის რგოლიანი. ისა არის რკინის და პლასმასის. ერთ მხარეს არის წვეტიანი, მეორე მხარეს არის რგოლიანი, არის რკინის და არის პლასტმასის. აბა დაუფიქრდეთ. გოლიანი, წვეტიანი, პლასმასის არის რკინის. წვეტი და რგოლი. ახლა როგორ კარგად ახსნა? ისე კარგად დაუხატა მაგიდაზე რომ მე უნდა გავჩინო. აი ზუსტად დაგიხატა ის სიტყვა მე მგონი რაც რაც არის. ისე ხო, ბევრი რგოლები აქვს ის. არის არა, მე არ ვიყავ. არის რკინის და პლასმასის. ეს არის რა ქვია? ერთ მხარეს არის ბამბიკტონის წვეტიანი. ჩოგანი. წვეტიანი ჩოგანი? წვეტიანი. არა, მოწოდე. აი ესე და წრე, აბა ეხლა რა არის ეს? ხო, ნუ ახ ბავშვური ლოგიკაც არის. მე ვერ შეგეკამათებით, შეიძლება წვეთში იგულისხმოს ერთი დაბოლოება. რკინის და პლასმასის. ჩოგანი არა. არ ვიცი. გოგონები აქეთ ჩოგა. აი ზურიკო. აი როგორ ჩაგაფიქრათ. ჩემმა პატარა მეგობარმა ხედავთ თქვენ, აბა ესე ადვილად 10 ქულა არ მოდის, ეს რთული განმარტებაა, ჩემო მეგობრებო. ეს რომ იყოს საშუალო ან მარტივი, მაშინ ადვილად გაართმევდით თავს. ან არის რკინის, ან არის პლასტმასის. პლასმასის. წვეტიანი, მეორე მხარეს რგვალი. მეც ვეღარ დაგეხმარებით. და უნდა მივიღო ვერსია. ბოლო. ამდენი დრო აღარ აგვაქვს. ის არის ერთი ვერსია. ის არის. არა, რგვალი სად არის? აი ხო აი ეს. მივიღეთ ის არის, იმიტომ რომ თქვენ ბევრი დრო აღარ აგაქვთ, ის არის წვეტიანი არის რა თქმა უნდა. რაღაც იმრგვალიც შეიძლება ბავშვურად ისარში დაინახოთ, თუმცა ეს არ არის ის არის, ჩემო მეგობრებო და სულ მოწინააღმდეგე გუნდთან გადადის, თქვენ 10 ქულა ვერ მოიპოვეთ, მათ კი შანსი აქვთ 5 ქულა მოიპოვოთ. საშუალო განმარტებისთვის უნდა მოვუსმინოთ თინი ოქროსაშვილს. ელი კაპუდა ბებია და ბაბუა ინახავენ შადღაჩა შვილბალო ხელი არ გაიჭრას. ბებია და ბაბუა ინახავენ შადღაჩ რომ ბავშვმა შვილმა ხელი არ გაიჭრას. ოღონდ ჩუმად უნდა იყოს შენ. მე მგონი. თორე გოგონებს დაეხმარებ. ინდა რგოლი. მაკრატელი. მაკრატელი ერთობლივად. მივიღოთ მაგრამ. მეთახმები კი. ასე პირდაპირ. კარგი, მივიღეთ მაკრატელი. აბა წვეტიანი. ვეღარ გადავაკეთებ. მე არ ვიცი ხა მაკრატელი თუა სწორი პასუხი და გამოსტყუეთ ავთანდის ეს 5 ქულა ძალიან გამიკვირდება. მაგრამ თქვენ წარმოედგინეთ რომ გამოსტყუეთ, ეს არის მაკრატელი, რა თქმა უნდა. წვეტიანი მეორე შეხედე მე მალი და პლასტმასისაც როა და რკინისაც როა. 15-10. ენის წვეტიანი და ბოლოს რგვალი. გამოიწდო. ხო, შევხედე აი წავიკითხე. აი მე მგონი ხელი დაუხატა წეღარ. მაკრატელი დაუხატა. მიკარდა ხა. ძალიან კარგი, აპლოდისმენტები გოგონებს, მათ ერთხმად დააფიქსირეს სწორი პასუხი. ამასობაში კი 10 ქულად შეგიძლიათ დაამატოთ, რა თქმა უნდა, ისევ თქვენ. სათვალ. ნუცი ფხიკიძეს რთული განმარტება უნდა მოვისმინოთ და თუ ჩვენ ამ სიტყვას გამოვიცნობთ, 10 ქულასაც მოვიპოვეთ. ყვალი აგრძელია შიგნიდან ამოხრეტილია და ზევიდან ნახრეტები აქვს. რგვალია, გრძელია, და გძელი.
შიგნიდან ამოხრეტილი აქვს და ზემოდან ნახრეტები. მილი. აი რაღაც მილი. გახრეტილია მელი? არა. ნახრეტილი მილი. ეგეთი რომელიც არის. გზაზე ეკიდა და გადაუარა. მოიცადე მრგვალია, არა, მრგვალი. გრძელი. ის არკებში ფერადები. ახლა არის სასრიალოები ესეთი მრგვალი, ამოღრუწნულია და გრძელია. დახრეტები? და ესე არის და ნახრეტები აქვს ჰაერისთვის. სასრიალო. ასრია. არ ვიცი. არ ვიცი რა შუაშია, ვერაფერს არ გეტყვით. გოგო აწახვედი სასრიალო. აი ეს არის ბავშვი. მრგვალია. მრგვალი. ესე დახვეული არის. არა, მრგვალი, ესეთი მრგვალია თუ ესეთი მრგვალია? მრგვალია, გრძელია, შიგნიდან ნახრეტია და ნახრეტია. არა, შიგნიდან გამოცხარიელებულია და ზემოდან ნახრეტები აქვს. ხო. სასრიალო. თუ არ არა. ვიცი. მე კი, მე ჩემი ამ აზრით ვერსია- სასრიალო. მივიღე მე ეს პასუხი, მაგრამ თქვენ 10 ქულა ვერ მიიღეთ. ეს არ არის სასრიალო, რაც მრგვალი გრძელი და დახრეტილია, სლა გადადის. ბიჭებთან და 5 ქულის მოპოვების შანსი გაქვთ პირველი ტურის მიწურულს. თქვენ წარმოიდგინეთ. ვუსმენთ მარიამ ურუშაძეს. მაგას ადრე ხისგან აკეთებდნენ, მაგრამ ეხლა უკვე გამოიგონეს რკინისაც. მაგაზე ძველი ადამიანები ყოველთვის უკრავდნენ, მაგალითად გურულები. სალამური. გურულები ავთანდი. რაზე უკრავთ ხო? გურულები რაში ხარ? რა ფანტურზე ძირითადად სალამურია ვაბა. მეგობარი დაჟინებით ითხოვს სალამური. მოდი და ეხლა ამ ორი გურულისგან არ მიიღო ეს პასუხი. სალამური, მივიღეთ ჩვენ სალამური ლერწმისა, რომელიც ახლა კინისაც ყოფილა თურმე, ადრე უკრავდნენ, აკვნისებდნენ მას თაში. ეს არის სალამური და 5 ქულა ბიჭებს. ესე გამოდის. არა და გოგონება ისე კარგად ახსნეს, მრგვალია, გრძელია, შიგნიდან ცარიელი და ზემოდან დახრეტილია და მეთქი აი ახლა უბრალოდ მასშტაბებში ცოტა შორს. ხო. პირველი ტური დასრულდა ანგარიში 15-15 ხარე, ჩემო მეგობრებო. და გადავდივართ მეორე ტურზე. ჩემი სიმღერა პირველი. უკვე და დავიწყო. კი, დავიდა. დათო დათოვინა. დათო რადიო. ფეხის შუაში რა არის? კოჭი სახსარი. შუაშია კოჭი? რა? მეორე ტურში თქვენ აღარ უყურებთ მონიტორს, არ უსმენთ პატარა მეგობრებს პირიქით. ისინი გიყურებენ და გისმენენ თქვენ. მე მაქვს აი ეს ლამაზი ფერადი ფურცლები. და რა ხდება? ამ ფურცლებზე თითოეულზე ჩამოწერილია 10 ქართული სიტყვა. თქვენ გექნებათ 60 წამი იმისთვის, რომ გუნდის ერთმა წევრმა, გუნდის მეორე წევრს, რაც შეიძლება მეტი სიტყვა აუხსნას ჩამოწერილი სიტყვათაგან. ყოველ სწორად გამოცნობილ სიტყვაზე თქვენ მიიღებთ 2 ქულას. გამომხნევოთ გოგონები და მარიკა იქნება პირველი, რომელიც ვითელ ფურცელს დაიჭერს ხელში. აი აქ არის შენი ადგილი. აი ეს. ოჩა, 60 წამი გაქვს დრო. მას შემდეგ რაც ფურცელს ჩახედავ, დაინახავ იქ 10 სიტყვას და რაც შეიძლება მეტი უნდა აუხსნა ნინოს. დავიდა დრო. დედამთილი. მამამთილი. სწორია. საჩუქარი, შოკოლადი, ახალი წელი, შეფუთული. შეგიძლიათ წინადაზე გითაო. შეფუთული, საჩუქარი, ახალი წელი, ბანტი, ხე, სხვა არ ისე, წინადაზე გითაო. გაზეთი, ჟურნალი. სწორია. კეჩუპი, მაიონი. სწორია. დათო დათოვინა. დათო რადიო, ირაკლი, სამსახური, დირექტორი. ფული, ბუღალტერი. სწორია. ხოჭა. შემდეგი. ზე. ქარე. სწორია. შენ რო გიყვარს ძალიან, სადაც წერ ხოლმე რაღაცეებს. ბლოკნოტი. კი ბატონო. არა, ტელევიზორი. ბლოკნოტი არ წერია მან. არა, კაი, ტელევიზორი. რადიო. არა. გამოიწურა დრო და თქვენ გაქვთ 5 სწორად გამოცნობილი სიტყვა, რაც ჯამში 10 ქულა. აპლოდისმენტები გოგონებს, დაიკავე შენი ადგილი ძალიან უკმაყოფილო. და გავაგრძელოთ მეორე ტური. აბა აპლოდისმენტები ჩვენს მეგობრებს, ბიჭებს და ზურა ავთანდილის მეგობარი იქნება პირველი, ვინც დაიჭერს აი ამ ფერად ფურცელს, დადგება წითელ ბურთულაზე და ეცდება ავთანდილს რაც შეიძლება მეტი სიტყვა გამოაცნობინოს. ძალიან დამიღეჭე. 60 წამი და წავიდა დრო. ექიმი, რასაც იცნობს. ხალათი. სწორია. გავიდა 60 წამი. ტანსაცმელს რაში ვინახავთ? ხო არა აქ თანმიმდევრობას მნიშვნელობა. არა. არადა. ტანსაცმელს რასაც მებ სამსახურში. მანეკეს. ოქრო და ვერცხლი. სწორია.
ძროხიშვილი, ხბო, სწორია, ხელზე ჩასაცმელი, ხელთათმანი, სწორია. ღვინოს რითივ სვამთ, კანწი, ღვიუჭიქა. ყანწი, სწორია. ფეხის შუაში რა არის? რა? ფეხის შუაში რა არის? რაშიც იხრება? რაშიც იხრება? კოჭი სახსარი. შუაშია კოჭი? რა? შუაშია კოჭი? ფეხის რა? კაი, გადადი. რაშიც იხრება? ატამი? კაი, წყალს რითივ ტუმბავთ? ხდა მოიწურა დრო. და ფეხის შუაში არის მუხლი. ამასობაში 6 სწორად გამოცნობილი სიტყვა გაქვს თქვენ და 12 ქულა მიიღეთ ამ ჯერზე. ყოჩახ. და ის რა იყო სატუმბი? ტუმბო. 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 ნუ ჯერჯერობით 2 ქულით დაწინაურდით ბიჭებო. გამომხნევოთ ნინო აპლოდისმენტებით ის მოიწევს თავის პოზიციაზე. აბა ვნახოთ. მარიკამ შეძლო და 10 ქულა მოაპოვებინა თქვენს გუნდს. ახლა ვნახოთ შენს მცდელობაზე როგორ იქნება. 10 სიტყვა 60 წამი და წავიდა დრო. მე დაიწყო უკვე? კი. ქვაბი, ჯამი, ზღვა, კენჭი, მზე, ჯამი არ იყო კაცო, ქვაბი. ვაიმე. კაფა, საბანი, ლეიბი, ბალიში, სწორია იყო. სწორია. სწორია. აი მე რო სურო ვარ და რო ვეღარ ვარ. რო გავსუქდი, რომ ნერვიულობ ძალიან. დიეტა, შაქარი, სწორია. მარილი, რის გასამიდა ახლა? მაღაზიის, წამწამს რო ვიწეპებ, ან წებო. არა, რაღაცა, რა აღარ მაკიაჟი. ვისმევ, არა. გადადი სხვა სიტყვაზე. ისა, ჩემი სიმღერა პირველი. წაღვერი ისტორია. პორტოხალი, გრეიპფრუტი? მანდარინი, არა. ციტრუსი, ჩაი. ჩაი, პორტოხალი, მანდარინი, ჩაი. წვენი, ის რავი, არ ვიცი. პორტოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი, ჩაი, შაქარი, გაციება. კაი, კალკოტკა. და მოიწურა დრო. ნელა უმატებს, ტემს ის იყო ლიმონი და 6 სწორად გამოცნობილი სიტყვა. ნინო რა ჯამში 12 ქულა, ყოჩა. ლიმონი და წამწა ვერ გაიცნო. აპლოდისმენტები გავამხნევოთ ავთანდილი მეორე ტურის ბოლო 10 სიტყვა. დაიკავე შენი ადგილი წითელ ბურთულასთან. წვანე ფერი მოგწონს ზოგადად. არა უშავს. არა უშავს. 60 წამი და წავიდა დრო. წავიდა? კი, წავიდა. როდის წავა? წავიდა. აღარ დიდა. 60 წამი ავთანდილი. უკვე უნდა დავიწყო? კი, წავიდა დრო. აუხსენ. აი პირველი ძალიან ადვილია. სად ვიხედებით ხოლმე? შარკეთი. სწორია. სწორია. შემდეგი. სასმელი, რითაც ვთვრებით, ოღონდ ტკბილი. რიქიო. სწორია. მზეზე ვიკეთებთ. სათვალე. სწორია. ვესვრით ხოლმე. ბუ. არა. ის არის. ის არის სწორია. ვაფრიალებთ ჩვენს ბავშვობაში. ალამი. დროშა. დროშა ხო. სწორია. გვაჩერებს, როცა ვარღვევთ მანქანას. პოლიციელი. კი, სწორია. სწორია. როცა ვიწვნით ყოველდილი. და დრო ამოიწურა. საოცარი თამაში მიმდინარეობს. მეგობრებო, ისევ 12 ქულა მოიპოვეს ბიჭებმა და ანგარიშია 39-27 დურას და ავთანდილის სასარგებლოდ. და ვიდრე გადავიდოდი ბონუს ტურზე, მე უნდა შემოგთავაზოთ დემეტრე ახალაძის ძალიან მაგარი ვიდეო. დღეს მე გესაუბრებით საქართველოს ორ დემეტრეზე, ანუ დემეტრე პირველზე და დემეტრე მეორეზე. ორივე იყო მეფე, ორივეს მამას ერქვა დავითი და ორივე წმინდანად არის შერაცხილი. დემეტრე პირველი იყო დავით აღმაშენებელი შვილი, ღირსეული მამის ღირსეული შვილი. დავითი ეყრდნობოდა დემეტრეს ნიჭიერებას და უნარს და ამიტომ მან დაადგა გვირგვინი თავით მისითა ხელითა და შეარტყა წერთა ძლიერთა მახვილი. ბოროტმა თავადებმა მას დაუპირისპირეს თავისი შვილი დავით მეხუთე. დემეტრემ თავი დაანება პოლიტიკას და ბერად აღიკვეცა ღირსი დამიანეს სახელით. გარდაიცვალა გელათში, დაკრძალულია მამასთან. რაც შეეხება დემეტრე მეორეს, იგი იყო დავით მეშვიდე ულუს შვილი.
ახლა თუ პირველ დემეტრეს ქვეყანა ჩავარდა ძლიერი, მეორე დემეტრეს პირიქით დაუძლურებული და დასუსტებული საქართველო ხვდა წილად. საქართველოს მისი მეფობის დროს მონღოლთა შემოსევების გამო დაწყნარება არ ღირსებია. მან ვერ ალაგმა მონღოლთა მომხრე დიდებულების პარპაში და საერთოდ საქართველოს ისტორიას წითელ ზოლად მოსდევს თავგასული დიდებულების ღალატი. ვერ აღმოჩნდა რეიტინგული მეფე, მაგრამ მისი პიროვნული, მაღალადამიანური ღირსება სრული სიცხადით გამჟღავდა, როდესაც იგი ყაენს ეახლა. რა გინდა? იცოდა კაცმა რაც ელოდა, მაინც წავიდა, არ შედრკა, მოკლედ თავი გაწირა. ნუ ისე სულ რომ არაფერი გაეკეთებინა დემეტრეს. ერთი ისეთი შვილი გამოუვიდა, მესამე ცოლთან ნათელა ჯაყელთან. მასზე შეიძლება ითქვას, რომ მან შეცვალა საქართველოს ისტორია. მან კუდი თქვა ასროლია მონღოლებს. ეს იყო გიორგი მეხუთე ბრწყინვალე. ნუ ამაზე შემდეგ. აი, ამაზე უკვე შემდეგ გიორგი ბრწყინვალეზე მომავალში გესაუბრები. აი ესეც საინტერესო ისტორიებს გვიყვება დემეტრე და ყურადღებით ესე სულ განაბული უსმენთ ხოლმე. მე ვინერვიულე შეხი არ მოყვეს ამამბოს თქო. ავთანდილ, ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ გიორგი ბრწყინვალეს დედას რა ერქვა? დათელა. ნათელა. აპლოდისმენტები. მესამე ცოლი იყო ნათელა. თუ ხართ მზად რომ გავაგრძელოთ თამაში და გადავიდეთ ბონუს ტურზე. დიახ. ბონუს ტურს ვიდრე ვითამაშებთ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არც ერთი თქვენთაგანი ხელსარიელი არ წავა ეკივოკიდან და კომპანია ტენტორიუმი საჩუქრად გადმოგცემთ ფასდაკლების ბარათებს ფუტკრის პროდუქტებზე, რომლებსაც გააჩნიათ იმუნიტეტის ასამაღლებელი და ვირუსებისაგან დამცავი თვისებები. ტენტორიუმის მაღაზიები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და ბათუმში. დამატებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე tentorium.g. და ასევე გამარჯვებული გუნდის ორივე წევრს კურორტის საირმე გადასცემს 2 კაციან სასაჩუქრე ვაუჩერს. კურორტის საირმე საახალწლო დღეებში გთავაზობთ შოუ პროგრამას და დიდ ფასდაკლებას. სამკურნალო, მინერალური და თერმული წყაროები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები სასიამოვნო გარემოა თქვენი დასვენებისთვის. კურორტის საირმე გამარჯვებული გუნდის ორივე წევრს დააჯილდოებს. ბონუს ტურში ჩვენ მოусმენთ ჩვენს პატარა მეგობრებს, რომლებიც უსმენენ ჩვენთვის ყველასათვის ძალიან კარგად ცნობილ სიმღერას. და შემდეგ უკვე თავისებურად ღიღინებენ ამას. ჩვენი მისანია, ჩვენი მისია გამოვიცნოთ, რას უსმენენ ისინი. თუ პირველ მინიშნებაზე, პირველ წამღერებაზე გამოვიცნოთ, მივიღებთ 10 ქულას, მეორე წამღერებაზე მივიღებთ 5 ქულას. თუ ამასაც ვერ გამოვიცნოთ, ერთ ქულას ვერ. დავიწყოთ გუნდით, რომელსაც ნაკლები ქულები აქვს. იყოს გოგონები, ვუსმენთ ყურადღებით ლიზი მაისურაძეს და ლიზი გვიმღერებს სიმღერას, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიცნოთ. როგორ წავიმღერო? არა დაიმღერა, იცით? იცი არის. აბა გავიხსენეთ. ჰეი, ან სიმღერის სახელი უნდა მითხრათ, ან შემსრულებელი თუ არა და მეორე ნამღერის მოსმენა არა შეიძლება. ვერსიაც არა. ვერსიაც არა გაქვს. კარგი, მოусმინოთ მაშინ ისევ ლიზის და ნახოთ რა სიმღერას უსმენს ის. აი ეს შავთმიანი გოგონა არის. დიახ. დიახ, გოგონა. ჯუნგლებში აჰა, სწორედ ეს არის ვიდეო და ის არის მოიცა გავგიშდები ხო ვერ გავიხსენო. რა უშავს, გაიხსენე. აქტიურად გამოიცანი შენ. ვიდეოც კი გითხარი როგორია. ხო, ჯუნგლებში რო. ჯუნგლებში. პატარა ბავშვებს თავისი ლომით. რომელიც ასეზებია ხდება. მაუგლიში რო არის. ჯანგლ. No. აი მარიკოს რომ მოწონს, პატარა ბავშვებს მოწონს. კარგი, მოკლედ თქვენ ვერ დამისახელეთ ამ შემსრულებლის სახელი და გვარი. შეგვიძლია ორიგინალში მოусმინოთ სიმღერას. იცი კიდევაც შენ სიმღერა უბრალოდ იქნებ არ ჩაგვეწრებს. ჩათვლით აღარ ჩაგეხლებათ სამწუხაროდ. მოусმინოთ აბა მოდით ამ სიმღერას. და ვინ არის ის?
კეტი პერი, ჩემო მეგობრებო. კეტი პერი, ქალბატონი შავთმიანი, ლამაზი და მშვენიერი, რომელმაც ასე დაგვაბნია. კარგი, გადავიდეთ ბიჭებთან და ისინი მოусმენენ გიორგი სებისკვერაძეს და ნახოთ, გამოიცნობთ თუ არა თქვენ სიმღერას, რომელსაც გიორგი გიმღერებთ. Where is in way? Well, I was nice. Like to win aways. Way on the wise. Every mouse wise. Team so far away. Like it's always nice. Every time I say. გვაქვს ეს. არის რა მე ვფიქრობ რომ შეგიძლიათ რომელიმე ჯგუფის სახელი, შემსრულებლის სახელი და არის ასახელო. რა მე ზოგადად რთულად ვიმახსოვრებ შემსრულებლებს და თან ჯგუფებს და ტექსტებთან ძალიან შორს არ შეიძლება მეორე ცდილობაზეც ვერ თუმცა შენთვის ნაცნობი სიმღერა ეს. სინასთან ძალიან შორს. კარგი, მაშინ მოусმინოთ ხუთქულიან ნამღერს და ისევ გიორგი გვიმღერებს ისევ იგივე სიმღერას. What can I do? What can I do? და ნინომ გამოიცნო. What can I do? მითხარით? დიახ, ეს არის სიმღერის სახელი თქვენ წარმოიდგინეთ. და ვიმღერის ამ სიმღერას. ნუ არა ქიშელობა, ჯგუფს თუცებ თუ ვერ იტყვით, ეს არის ჯგუფი Smoke და თქვენ სიმღერის სახელი უკვე მითხარით. What can I do? ის რაც ძალიან კარგად გვიმღერა გიორგი. ორიგინალში მოусმინოთ ამ სიმღერას. აი ასე, ჩემო მეგობრებო. გამოიცნეს ბიჭებმა და 5 ქულაც მოიპოვეს. 44-27 გოგონებო, თქვენ არაფერზე არ იჯავროთ, ცოტათი გისწრებენ ისინი, სულ რაღაც 7 ქული. მოკლედ, წინ მესამე ტური გვაქვს. მესამე ტურის წესები ასეთია. ჩვენ ეს წითელი ღილაკები, რომელიც მაგიდაზე გვაქვს, აუცილებლად დავჭირდება. აბსოლუტურად ხდება ძალიან ყვითელი ლუაში. მას შემდეგ, რაც მონიტორზე წავა ვიდეო, უკვე ვფიქრობთ სწორ ვერსიაზე. ანუ ვიცნობთ იმ სიტყვას, რა სიტყვასაც გვიხსნის ჩვენი პატარა მეგობარი. როგორც კი ჩვენ პასუხი გვექნება მზად, მაშინვე წითელ ღილაკს უნდა დავაჭიროთ ხელი. თუ ჩვენი პასუხი იქნება სწორი, მივიღებთ 10 ქულას. თუ ჩვენი პასუხი იქნება არასწორი, ამ შემთხვევაში 5 ქულით დავჯარიმდებით და ეს 5 ქულა მოწინააღმდეგე მოდის ანგარიშზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ არასწორობაში ესე არის. არა, შევცვალეთ წესები, გავართულეთ ნინო. მესამე ტური გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას. გავამხნევოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მონაწილეები და ნახოთ ვინ იქნება დღევანდელი ეჯოკის გამარჯვებული. გუსმენთ სანდრო მინაძეს. იმაზე რატო ჩაიცი? დასაცმელში ჩასმული კაცები თამაშობენ. არსებობს სპეციალური ადგილები, სადაც მარტო ჩქარა უნდა გადახვიდე. მაგ ინფორმაცია ავთანდილი იყო პირველად. ტელევიზორში მინახავსო თეთრში ჩასმული კაცები თამაშობენო და არსებობს სპეციალური ადგილები, სადაც მაგას თამაშობენ, მეტი არა. გოლფი. გოლფი. ეს არ არის გოლფი და თქვენ დაჯარიმდეთ ჩემო მეგობრებო, 5 ქულა დაეწერათ გოგონებს ანგარიშზე. აი, ასე აპლოდისმენტები და ისევ იგივე სიტყვას ვიცნობთ. ჩაუსახეთ ისევ წითელ ღილაკს და მოусმინოთ ჩვენს პატარა სანდროს. სადღაც 14 წამი ფანორი. როცა მაგას თამაშობენ, კაცად 5 ხმა ისმის. გაისრა. კი. ეს მარიკა იყო. ფარიკავე. ფარიკაობა. თეთრებში ჩაცმული კაცები, დაშნები. და იმას რო კაცად კუცი თეთრებში დახტიან, თან თუ სპეციალურად საფარიკაო დარბაზში არ მიხვედი ვერ ვიფარიკავებ. მაგრამ 5 ქულა ჭებს დაეწერათ ანგარიშზე, იმიტომ რომ ეს არ არის არც ფარიკაობა, ისევე როგორც ეს არ არის გოლფი. ნეტავ რა სპორტია. ჩაუსაფრდით ისევ წითელ ღილაკებს და ვაგრძელებთ იგივე სიტყვის გამოცნობას. თეთრებში თამაშობენ, ძირითადად ასე უნახავთ. მაგის თამაშის დროს ჭირდებათ კარგი განათება და ცარცი. გვალი ბურთებია ფერადი და რაღაც სპეციალური ოთხკუთხედი, რაღაც ჩასასმევი აქვს. თამაშია, რაღაც ჯოხებს აი ესე რაღაცეები. ავთანდილი იყო პირველი და ბილიარდიო შემომძახეს ბიჭებმა იხედან. ბილიარდი? ბილიარდმა 10 ქულა მოგიტანათ, ეს არის ბილიარდი. აპლოდისმენტები ბიჭებს, იმიტომ რომ მათ გამოიცნეს, რომ ეს იყო ბილიარდი და 10 ქულას მოიპოვეს. ვაგრძელებთ მესამე ტურის თამაშს და უსმენთ ნუცა სადრაძეს. ეს არსებობს მაშინას, მაგრამ უფრო ხშირად არის თეთრი და ვერცხლი. აი მაგალითად წითელიც მინახია.
ასე ამოდენაა და კარები აქვს თავის. კიდე შეიძლება კონდეს თითის დასაჭერი და გადასატრიალებელი. კიდე ძიდასთან რო ვიყავი, ეს აი ამ ხელა მგვარი იყო. მაგას ინახავენ სამზარეულოში. როცა საჭმელი ცივია, ესე გამოაღებ. და ნინო იყო პირველი. არა, მიკროფონი. ნუ არა, გუნდმა ერთად უნდა შეათანხმოთ. ან მაცივარი, ან მიკროფონი. ხუმილის როცა ცივია შედებენ, რომ წითელი კნოპკა აქვსო. ხო, აცივებენ არ ვთქვამს. როცა ცივია, მაშინ დებენ. როცა ცივია, მაშინ დებენ. შეიძლება წითელი მიკროტალღური აი არის. მაგრამ ფერებში რაღაცა არ არის. ძირითადად თეთრიაო, თუმცა წითელი ვინახავსო. ძიძასთან რო ვიყავი, აი ესეთი იყო მრგვალიო. მრგვალი იყო. და რამე წითელი კნოპკა აი აქვს. შენ თქვი არ ვიცი. ან გასქურა. არა, მაშინ ისა მიკროტალღური ღუმელი. არა, სხვა პასუხს ვეღარ მივიღებ. იცით, ჩემო მეგობრებო, ეს პასუხი დავაფიქსირეთ. მიკროტალღური ღუმელი. და თიკულა გოგონებს, ეს არის მიკროტალღური ღუმელი. ოჩა, მარიკა, რა თქმა უნდა. საერთოდ არ გაეხმოვანებინე ეს. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ გოგონებს და ვაგრძელებთ მესამე ტურის თამაში. იოალი აიძე აგვისტნის შემდეგ. ის აქვს ყველა ადამიანს. ზოგს დიდი აქვს და საყვარელი, ზოგს პატარა აქვს. სუქანს დიდი აქვს და გამხდარს ძალიან პატარა. ადამიანები ერთმანეთს მაგაზე კოცნიან. ყველას ორია. ორი აქვს ყველას. ლოყა. კი. ეგ არის. ეგ არის. ზოგს დიდი ლოყა აქვს, ზოგს პატარა. ორი აქვს, კი პატარა. ძალიან იჭიერი აღმოჩნდა. ხვიდი მარიკა გწოვებს მარტო. ლოყა. შენ 10 ქულა მოიგო, იმიტომ რომ ეს არის ლოყა, რა თქმა უნდა. და სუხარი ასეთი ლოყები გაქვს, აი. რამდენი დღით ადრე იცოდა, მაგრამ მოდი აქ. ბიჭებო, ამასობაში გოგონებმა 3 ქულით გაგისწრეს. მართლა? ასე რომ დაიძაბა ვითარება და შემდეგ სიტყვას ნუცი ფხიკიძე აგვიხსნის. მაგას აკეთებენ ცოტა სქელი ფურცლისგან. არის ოთხკუთხედი და აქვს ნაწერები. ერთი ცალი არ არის საკმარისი ბევრია რომ გამოიყენო. როცა ახალია პრიალაა და შეგიძლია ხელი გაგისრიალდეს. ბავშვებისთვის არის ფერად-ფერადი და დიდი კაცებისთვის კუბიკები ახატია. ერთ მხარეს ერთნაირი რაღაცეები ახატია და მეორე მხარეს სხვადასხვა რაღაცეები ახატია. მაგას რომ დაждებიან, მიაწოდებენ ერთმანეთს და მარაოსავი დაიჭერენ. მაგის თამაში პატარა ბავშვებსაც უყვართ და დიდ კაცებსაც. ისევ მარიკა იყო პირველი. მივიღეთ კარტი, მაგრამ შენ ხო ძალიან ხوار დარწმუნდი ამ შენს სწორ პასუხებში. ფიგური დიდები თამაშობენო, ძალიან ახალი რო არისო, ხელი შეიძლება გაგეჭრას. გაგისრიალდეს. და ახალზე. გაგისრიალდესო. ხო, დაждებიან და მარაოსავით გადაშლიანო. ეს არისო ფერად-ფერადიო, იმიტომ რომ ბავშვი აი აღიქოს. ძინო, რაშია საქმე? ეთანხმები, არ ეთანხმები თუ უბრალოდ ესე უსმენ. იმდენი ყველა მოუტანა შენს გუნდს რომ როგორ არ უნდა დაეთანხმო. ყოფილა დაბადებული. მეგობარიც ასეთი უნდა. მოკლედ მივიღეთ ჩვენ ბანკო ამ შემთხვევაში, კარტი. კარტი. ესეც არა, მაგრამ ამ შემთხვევაში. 72-59-ია. საჯარიმო 5 ქულა თქვენ არაფერში არ გჭირდებოდათ. ამიტომ 10 ქულა მოიპოვეთ. ეს არის ბანკო. ვაგრძელეთ მესამე ტურის თამაშს და ლუკა ცხედიანი აგვიხსნის შემდეგ სიტყვა. ის არის შავი და თეთრი და ჩასუქებულია. მაგას ძალიან უყვარს ადამიანები და ადვილად შინაურდება. მრგვალი მუცელი აქვს, მრგვალი თავი, პატარა ყურები და დიდი პანდა. არა, ვიცი. მივიღე პანდა. პანდა არა ეს. და მუცელი გვალი შავ-თეთრია. არა, მალე მიიღო უეჭველი ეკარი. არა, იცი რა, აი მესამე ტურში თუ დააკვირდი შენ, ყველა პასუხი მივიღე ეგრევე. ხო. იმიტომ რომ აქ ესეთი წესები აქვს, ამდენი ფიქრის დრო არ გვაქვს. უბრალოდ ეხლა მე განვიხილავ რატო პანდა, თორე ცოცხალი თავით ვეღარ შევაცვლევინე, ისე როგორც თქვენ ლოყა აღარ შეგაცვლევინეთ. რატო მაინც და მაინც პანდა ეს? შავ-თეთრიაო, გვალი მუცელი. ასე ხო, ადვილად შინაურდებაო. ყურებიო.
რა გავაკეთო მითხარი? 10 ქულა უნდა მივცეთ. პანდა ეს, პანდა! ოჩა! ნინო, ავთანდილ მეგობრები აი ისე შეგირჩევიათ, მე უკეთეს ვარიანტს ვერ წარმოვიდგინე. ეს გადამწყვეტი 10 ქულა იყო. ფაქტიურად ეს 10 ქულა რო დაგეკარგათ, თქვენ რო დაგეკარგათ, უკვე გამარჯვებას ვეღარ მოიპოვებთ. ესე იგი რა ხდება? 72-ით 69. ეს არის გადამწყვეტი კითხვა. ის ვინც სწორ პასუხს გასცემს, დღეს იქნება ეკივოკის გამარჯვებული. ლიზი მაისურაძე და მის მიერ ახსნილი სიტყვა გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას. უსმენთ ლიზის. რო შეხედათ შიგნით რაღაცას ხია, ბოთლისავით ააღოთ, წვრილია და წვეტი აქვს პატარა. არსებობს ელექტრო და ჩვეულებრივი. ელექტრო წრიპინიცის საჩო თერმომეტრი. და წავეძებ. თერმომეტრი? დარწმუნებული ხარ? კი. მართლა? ხან ელექტრონულია, ხან ტრიპინებს, ხან აშვება, ხან რაღაც სხვაც იყოს. კი, არა და თერმომეტრია რა გავაკეთე? 10 ქულა ეს არის თერმომეტრი და ზურაბ გამარჯვების საბოლოო 10 ქულა მოუტანა თავის. ლაპარო. აპლოდისმენტები გამარჯვებულ გუნდს, გურას და ავთანდილს. გოგონებო, არაჩვეულებრივად ითამაშეთ. ბოლო კითხვამდეც კი წინ იყავით, ლიდერობდით თქვენ ფაქტიურად. მაგრამ არა, ეს შენი გადაცემა. მაგრამ არ დაგინდეს. ნინო არ დათმეს, არც ერთი ქულა არ დათმეს. კიდე დამიძახებ. აუცილებლად მოსვენებას არ მოგცემთ. ვიდრე ეკივოკის თასს არ გაგატან, აქედან ისი არ მოვიცემ. აპლოდისმენტები გოგონებს ძალიან მხიარული სახალისო ეკივოკისთვის. ანგარიში საბოლოოა 79-ით 72 და გულოცავთ გამარჯვებულებს. და როგორც დაგვირდით 4-ვე თქვენთანგანს კომპანია ტენტორიუმისგან ფასდაკლების ბარათები ფუტკრის პროდუქტებზე. და გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად გადაეცემა კურორტის საირმესგან აი ასეთი სასაჩუქრე ვაუჩერი. 1 ვაუჩერი ზურას, 1 ვაუჩერი ავთანდილს. თვითონ მეგობარით შეგიძლიათ წაიყვანოთ. 2 კაციანია ეს ვაუჩერი. და რა თქმა უნდა ვაუჩერთან ერთად ეკივოკის თასი გადმოგეცემათ. იმის აღსანიშნავად რომ დღეს საუკეთესოები იყავ. გილოცავთ გამარჯვებას. ძალიან დიდი მადლობა 4-ვე თქვენთანგანს გოგოებს, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ძალიან მაგრად ითამაშეთ და თქვენ გილოცავთ გამარჯვებას. ეკივოკი კი ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებათ. დროებით.